მერაბდვალიშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრობს. MMA ჯანკისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველი ამბობს, რომ წელს 2 ბრძოლის ჩატარებას გეგმავს. ერთი კი აუცილებლად იქნება საჩემპიონო შეხვედრა პიოტრიანის წინააღმდეგ, რომელიც სავარაუდოდ ზაფხულში უნდა გაიმართოს. ქართველი მანქანის თქმით, მისი პერფორმანსი საუკეთესო მაშინაა, როცა პროცესით სიამოვნებას იღებს. წინა ბრძოლაში ალბათ ზუსტად ეს დამარხდა. ძალიან ფოკუსირებული ვიყავი. შემდეგში უფრო ჩემი თავი ვიქნები, ამბობს მებრძოლი ინტერვიუში. ზედიზედ მეორედ გოგა ბითაძემ კიდევ ერთი ორმაგი დუბლი შეასრულა. ორლანდო მეჯიკმა ჩიკაგო ბულსი 127-103 დაამარცხა. ქართულმა 11 წუთში 15 ქულა, 11 მოხსნა და 2 დაფარება მიუთავა. ტორონტო რეპტორსის რიგებში ნიუ-იორკ ნიქსთან შეხვედრაში საუკეთესო შედეგი სანდრო მამუკელაშვილმა აჩვენა. მან 25 წუთში 17 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭა დააგროვა. კანადური კლუბი მეტოქესთან 95-112 დამარცხდა. გიორგი წიტაიშვილის კიდევ ერთი გოლი საფრანგეთის ლიგა 1-ში. ქართულმა მარსელის კარები 59 წუთზე აიღო, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მეცი სტუმრად 1-3 დამარცხდა. 29 ტურის შემდეგ მეცი 15 ქულით ბოლო ადგილზეა. ლუის ენიკე PSG-სთან კონტრაქტს 2030 წლამდე გაახანგრძლიობს. ინფორმაციას RMC სპორტი ავრცელებს. მისი ლიდერობით პარიზულმა კლუბმა 10 ტიტული მოიპოვა. ესპანელმა სპეციალისტმა კლუბს 2025 წელს ისტორიაში პირველად მოაგებინა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაც. ენრიკეს აქამდე არსებული კონტრაქტი 2027 წლის 30 აპრილს იწურება.